Потому что, потому что мы видим примеры того, как один человек, он может или принести очень много проблем, или очень много положительного чего-то для общества. ეს იმიტომ რომ ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ ერთ პიროვნებას რამდენი უბედურების მოტანა შეუძლია ზოგადად კაცობრიობისთვის და агрეთვე რამდენი კარგი რამის გაკეთებაც შეუძლია. Как Господь Индра в данной главе, из-за его поступков страдают и деревья, и женщины, и вода, и деревья, и потом полубоги в битве тоже их будут там убивать. და როგორც აგერ მაგალითი გვაქვს უფალი ინდრასი, რომლის საქციელის გამო იტანჯებიან ხეები, წყალი, ქალები, თავად ნახევარღმერთებიც შემდგომში ვნახავთ, რომ მრავალი მათგან სიცოცხლეს გამოასალმებენ. То есть от одной личности даже может много чего зависеть. სხვა სიტყვებით, ერთ პიროვნებაზე საკმაოდ ბევრი რამ შეიძლება იყოს დამოკიდებული. Даже в нашем чате недавно некий Бэтмен взбудоражил столько общественности, все сразу как-то начали там высказываться, столько как бы мнений всего было. ჩვენ ჩატშიც იყო ამისი მაგალითი, ვინმე ბეტმენმა ძალიან დიდი მithმა-მოთქმა გამოიწვია მასთან დაკავშირებით ბევრი სხვადასხვა მოსაზრება და მრავალფეროვანი მოსაზრება გამოითქვა. И также Господь посылает тех, кто служит его оружием, чтобы давать знания обществу. იგივენაირად უფალი აგზავნის კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებსაც ავალებს, რომ კაცობრიობას ცოდნა გადასცეს. Потому что это знание, оно существует в некой динамике, оно то поднимается, то падает. ეს ხდება იმიტომ, რომ თავად ცოდნა გარკვეულ დინამიკას მიყვება. ის ხან იზრდება, ხან ქვეითდება. В Бхагавад-гите 4.2 сам Кришна об этом говорит, что я уже давал это знание по парампаре, и оно было утеряно. თავად კრიშნა მიუთითებს ამაზე ბაგავად-გიტას 4 თავის 2 სიმღერაში, სადაც ის ამბობს, რომ ეს ცოდნა უკვე არაერთხელ გადმოვეცი, თუმცა თუმცა ის დაიკარგა პარამპარის მიუხედავად. И иногда он сам, а иногда через своих преданных, то есть он приходит, чтобы опять, или помочь тем, кто просит его помощи, или вернуть это знание. და ზოგჯერ ის თავად გვევლინება ან საკუთარი წარმომადგენლების მეშვეობით ცდილობს, რომ ეს ცოდნა აღდგენილ იქნას. И здесь в этой главе тоже, точнее, не в этой главе, да, в начале там даже рассказывается о том, что здесь тоже будет такая личность, кто будет даже в прямом смысле оружием, это Дадхичи. ამ თავშიც გვეყოლება კონკრეტულად მსგავსი პიროვნება, რომელიც უშუალოდ კრიშნას იარაღის როლს შეასრულებს, ეს გახლავთ ბრძენი დადიჩი. И, в общем-то, я уже подхожу о той личности, о которой собираюсь рассказывать, это Мадавендра Пури. ფაქტიურად მე უკვე ვახსენე ის პიროვნება, რომლის შესახებაც ვაპირებ მოთხრობას, ეს გახლავთ მადავენდრა პური. Почему я решил начать с Мадавендра Пури? Потому что он считается ростком нашего дерева, нашей сампрадаи. რატომ გადავწყვეტ მადავენდრა პურის შესახებ საუბარს? იმიტომ რომ ის ჩვენი სამპრადაის ხის ყლორტად ითვლება. Господа Чайтанью считают стволом, от которого исходят разные росточки, а вот Мадавендра Пури, он именно семечко, из которого вырос первый росток. უფალი ჩაიტანია ხის რა ქვია იმას მერქანად კი არა აი ბოძად ითვლება, საიდანაც სხვადასხვა ყლორტები აღმოცენდება, ხოლო მადავენდრა პური ის ყლორტია, რომელიც ჩვენი მარცვლიდან აღმოცენდა.
Читание Чаритамрити отделило 9 глава 10 стих, что про него сказано Джай Шри Мадава Пури Кришна Премапура Бхакти Калпатура Тенга Прадхама Анкура. მის შესახებ ნათქვამია აი ამ ვინი закончили стих, извините. Не, стих закончился, вы скажите, я перевод. მის შესახებ ნათქვამია ამ ჩაიტანია ჩარიტამრიტის მეცხრე თავის მეათე ლექსში, რომელიც ციტირებაც მოახდინა პრაფუმ. Слава Шри Мадавендра Пури, сокровище преданного служения Кришне. Он დიდება შრი მადავენდრა პურის ერთგული მსახურების საგანძურს. Он исполняющий желание древа преданного служения, и он же первый росток этого древа. ის გახლავთ ერთგული მსახურების სრულთა აღსრულების ხე და ამავე ხის პირველივე ყლორტი. И сейчас буквально немного я расскажу философское положение Мадавендры Пури, и потом остальное время я буду уже рассказывать какую-то историю лилу с его участием. ახლა მოგითხრობთ მადავენდრა პურის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის შესახებ და დადარჩენ დროს კი დაუთმობ რამდენიმე ლილას მისი მონაწილეობით. Мадавендра Пури получил инициацию в Мадхава Сампрадая. მადავენდრა პურიმ ინიციაცია მადჰავა სამპრადაიაში მიიღო. Мы знаем, что существует 4 сампрадая. ვიცით, რომ 4 სამპრადაი არსებობს. И в Падмапуране сказано, что если человек хочет получить духовный плод своей практики, то он должен принять знания из этих 4 сампрадай. და პადმაპურანაში ნათქვამია, თუ ადამიანი ისწრაფის სულიერი ცოდნის მიღებისკენ, მან ეს ცოდნა ამ 4-დან ერთ-ერთ პარამპარაში უნდა მიიღოს. Это Брахма сампрадая, Рудра сампрадая, Кумара сампрадая и Шри сампрадая. აი ჩამონათვალი იყო ამ სამპრადაების. И к Брахма сампрадае ее ачарья это Мадхава ачарья. ბრაჰმა სამპრადაიას აჩარია კი თავად მადჰავა აჩარია გახლავთ. И немножко рассказать о Мадхава сампрадае, потому что мы являемся ее ветвью, ее частью. ცოტაოდანს ვიტყვი მადჰავა სამპრადაიას შესახებ, იმიტომ რომ ჩვენ მისი განშტოება გახლავართ. Вообще традиционно поклонение в Мадхава сампрадае, оно связано с Айшварья Бхавой, Господа с его величием. ტრადიციულად მადჰავა სამპრადაიაში თაყვანისცემა აიშვარია რასასთან არის დაკავშირებული. Сам Мадхава ачарья родился примерно в 10-11 веке. თავად მადჰავა აჩარია დაახლოებით მე-11 საუკუნეში დაიბადა. И его миссией было как раз-таки разрушать Майваду последователей Шанкарачарьи. და მის მისია ზუსტად შანკარაჩარიას მიმდევართა მაიავადის მსხვერპლობა წარმოადგენდა. Даже в Махадвипа Падма Махадьяе описывается, что он получил даршан Господа Гауранги. Махадвипа Падма Махадьяяში აღწერილია, რომ მან от кого получили, извините? Даршан Шри Чайтанья Махапрабху. თავად უფალი ჩაიტანიას დარშანიც კი მიიღო. И это еще произошло до того времени, как сам Господь Гауранга явился. ეს კი იქამდე ბევრად ადრე მოხდა, სანამ თავად მოევლინებოდა უფალი გაურანგა. И Мадхавачарья был готов уже заниматься повествованиями только о играх Радхи и Кришны. მადჰავაჩარია უკვე მზად იყო, რომ მხოლოდ რადჰა კრიშნას გართობების შესახებ ესაუბრა. Но Шри Чайтанья Махапрабху сказал, что еще не время, и просил его проповедовать вот в этом настроении Айшварии и заниматься тем, чтобы он опровергал Майваду. თუმცა თავად უფალმა ჩაიტანიამ უთხრა, რომ ჯერ ამის დრო არ დამდგარა
და სთხოვა მას, რომ აი ძირითადად ესე იგი აიშვარია განწყობაში წარემართა თავისი ქადაგება და დაემსხვრია მაიავადა. И, как мы знаем, он выбрал именно эту сампрадаю, когда уже явился Господь Чайтанья, он получил инициацию именно там, у Ишвары Пури, который является учеником Мадавендра Пури. და ზუსტად დაცნობილია, რომ როდესაც უფალი ჩაიტანია, რომ მან ზუსტად ეს სამპრადაია აირჩია და მისი ესე იგი სულიერ მოძღვრად იყო იშვარა პური. И считается, что Мадавендра Пури, он первоначальник в Мадхава Сампрадае именно вот этой вот расы, науки о расе. და ითვლება, რომ მადავენდრა პური აი ამ მადჰავაჩარიაში ამ რასის წინა სულის ჩამდგმელად ითვლება. И он писал комментарий к Бхагавад-гите и первым утвердил, что именно Кришна — это верховная личность Бога. მას აგრეთვე დაწერილი აქვს კომენტარები ბჰაგავად-გიტაზე და ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაამკვიდრა კრიშნას უზენაესობა. И также есть две категории сампрадаи — вечаратмика и расатмика. არსებობს კიდევ ორი ტიპი, სამპრადაის ორი ტიპი არსებობს, ვიჩარატმიკა და расатмика. И вечаратмика сампрадаи, в них уклон всегда делается на татву и философию. ვიჩარატმიკას სამპრადაიაში акценти ყოველთვის ტატვასა და ფილოსოფიაზე კეთდება. В принципе, Мадхава Сампрадаю можно назвать ее философию татвавада. Мадхава Сампрадаяс философиас фактиурат татвавада შეიძლება ეწოდოს. Это наука о разных истинных татвах, как они между собой взаимодействуют. ეს გახლავთ მეცნიერება სხვადასხვა ჭეშმარიტებისა და ტატვის შესახებ და მათი ურთიერთ კავშირის შესახებ. Ну, иногда еще ее называют и двайта. ხანდახან მას двайтаსაც ეძახიან. И есть расатмика сампрадаи, это там, где науку отношений преданные изучают. არსებობს კიდევ რასატმიკა სამპრადაია, ეს ის სამპრადაია, სადაც ერთგულებს ურთიერთობის მეცნიერებას ასწავლიან. И вот Мадавендра Пури, он стал первым ачарьем внутри Мадхава Сампрадаи, который сделал вот этот уклон в расатмика. და მადჰავენდრა პური მადჰავა სამპრადაიაში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აი ეს მიმართულება, რასატმიკას მიმართულება დააფუძნა. И описывается, что он носитель необычной премы. აღწერილია ისიც, რომ ის განსაკუთრებული პრემის მატარებელი იყო. Рупа Госвами Вуджвала Ниламани описывает, что Ниламани описывает, что есть, что према — это как бы общее слово, но есть разные разновидности премы. Рупа Госвами Вуджвала Ниламиში აღწერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრემა განსაზღვრავს რაღაც ერთ კონკრეტულ ცნებას, მასში არსებობს გარკვეული განშტოებებიც. И высшая из них — это Махабхава. Მათში უმაღლესი არის მაჰაბჰავა. И Махабхавы, они тоже бывают еще разные. მაჰაბჰავები სხვადასხვა ტიპის არსებობს. И высшая из них — это Мадана Натхья Махабхава. მათში უმაღლესია მადანა ნათია მაჰაბჰავა. И носителем этой бавы считается, что являются только Шримати Радхарани, Господь Гауранга и Мадавендра Пури. და ამ ბავის მატარებლებად ითვლებიან მხოლოდ და მხოლოდ შრიმატი რადჰარანი, უფალი გაურანდა და მადჰავენდრა პური. В конце я прочитаю стих, который принадлежит Мадавендра Пури, и ну, вот мы можем из него понять, почему так считается.
ბოლოს იმ ლექსსაც წაგიკითხავთ, რომელიც თავად მართლენდა პურიმ დაწერა და მიხვდებით, რატომ ითვლება იგი ასეთად. И он один из первых, кто показывал вот эту вот виброламбу, баву в разлуке. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ვიბრალამბა ფავა გამოავლინა, ანუ სიყვარული განშორებაში. Это то, что касается его положения. ეს ფაქტიურად აღწერეთ მისი მდგომარეობა, И მისი რანგი. история о нем в Шри Чайтанья Чаритамрите, она уже необычна тем, что ее рассказывает сам Шри Чайтанья. ხოლო მის შესახებ ისტორია, რომელიც ჩაიტანია ჩარიტამრიტარშია მოყვანილი, განსაკუთრებულია უკვე იმითაც, რომ მას თავად უფალი ჩაიტანია კითხულობს. Уже после получения саньясы Шри Чайтанья Махапрабху оставляет Навадвипу. სანიასის მიღების შემდეგ ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ტოვებს ნავადვიპას. И он уходит со своими спутниками в Джаганатхапуре. და თავის თანამგზავრებთან ერთად ჯაგანათაპურისკენ მიემგზავრება. С ним идут Нитьянанда Прабху, Гададхар Пандит, Джагадананда Пандит и Дамодар Пандит. აი მას მიყვება ყველა ეს პიროვნება. И где-то на половине пути до Пури, уже на границе с Арисой. Я перебрала. Это у меня зависло? Нет. Слышали, нет? Да. Но после моего перевода, если вы что-то сказали, я не слышала. То половину пути они прошли. და მათ უკვე ნახევარი გზა ჰქონდათ გავლილი. И они приходят в деревню, которая называется Римуна. და აღმოჩნდებიან სოფელში, რომელსაც სახელად რემუნა ქვია. Где жители деревни поклоняются божеству Гопинатхи. ამ სოფლის მაცხოვრებლები ღვთაება გოპინათხს სცემენ თაყვანს. И Господь Шри Чайтанья Махапрабху принес свои поклоны этому божеству, и в это время упала гирлянда ему прямо на голову. უფალმა Შრი ჩაიტანიამ თაყვანი ისცა ამ ღვთაებას და ამ დროს მას პირდაპირ თავზე დაეცა ღვთაებიდან ჩამოვარდნილი გირლიანდა. Все пришли в экстаз, начали петь, танцевать, начался киртан. ყველამ экстазმა მოიცვა, დაიწყეს ცეკვა, სიმღერა, კირტანი გახურდა. И они так долго пели, танцевали, не заметили, что уже начало темнеть. და იმდენი ხანი იმღერეს და იცეკვეს, რომ ვერც კი შეამჩნიეს, როგორც ჩამოღამდა. И когда уже начали ложиться спать, Гауранга Махапрабху решил сказать, что давайте вечернюю на ночь историю сейчас буду рассказывать. Вечерняя катха. და ძილის უკვე დაძინებას რო აპირებდნენ უფალმა გოურანგამ გამოაცხადა, მოდით ახლა საღამოს კათხას მოვაწყოთ და ისტორიას მოგიყვებითო. Тем более, что эта история связана конкретно вот с этим местом, с этой деревней, в которой вот мы сейчас находимся. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ისტორია ზუსტად აი ამ სოფელთან არის დაკავშირებული, სადაც ჩვენ ვიმყოფებითო. Это 4 глава Мадхья-лила. ეს მათია-ლილის მეოთხე თავშია აღწერილი. И повествование его начинается с Враджа, с Вриндаваны. Все начинается на Говинда-кунде возле Говардхана. მისი თხრობა ვრაჯიდან, ვრინდავანიდან და იწყება Говардхан. Из какой кунджи? Говинда-кунджи. Говинда-кунджიდან იწყება. Мадавендра Пури, когда пришел во Вриндаван и совершал парикраму, он был вдохновлен, он был, у меня нет эпитетов, чтобы описать, что с ним происходило, но он был слишком всем этим очарован и вот находился в определенном экстазе. მადავენდრა პური, როდესაც ვრინდავანს ეწვია და პარიკრამას ჩასატარებლად,
ვერც კი გადმოვთქვამ საკმაო ეპითეტები არც კი მყოფნის მისი მდგომარეობის აღწაწერად, მაგრამ ის საოცარ ექსტაზში იმყოფებოდა, იმდენად მოახდინა ამ ყველაფერმა მასზე შთაბეჭდილება. И когда он пришел уже на это место, обычно саньяси, когда совершают парикрамы, они заходят в какие-то места, где им дают там подношения в виде еды там, или лакшми. ზოგადად, როდესაც სანიასები პარიკრამას ატარებენ, ისინი შედიან ისეთ დასახლებულ ადგილებში, სადაც მათ აჭმევენ ან რაღაც ნივთებს აძლევენ, ფულსაც აძლევენ. Но он был так всем этим погружен, что он забыл даже у кого-то попросить еды или что-то такое. Просто вот пришел Говинда Кунди, сел там и вот повторял свои имена. მაგრამ ეს იმდენად იყო ჩაფლული ამ თავის შთაბეჭდილებებზე, რომ სულ დაავიწყდა ვინმესთვის ან საჭმელი ეთხოვა ან საერთოდ ვინმესთვის მიემართა გოვინდა კუნდაზე მივიდა, დაჯდა და ჩაიძირა წმინდა სახელების განმეორებაში. И вдруг перед ним появился маленький мальчик, очень красивый. უცებ მის წინ ძალიან ლამაზი პატარა ბიჭი აღიმართა. Мы уже знаем, что когда появляется красивый маленький мальчик, кто это и что будет дальше происходить. ჩვენ რა თქმა უნდა უკვე ვიცით, როდესაც ესე მოგევლინება უცებ ძალიან ლამაზი პატარა ბიჭი ვინ არის ის და რა შეიძლება მისგან მოელოდა. И он сказал ему: эй, баба, чего ты тут сидишь, чего ты постишься? Никто не должен поститься во Вриндаване. და მიმართა კაცს, ჰეი ბაბა, რატომ სიხარ აქ და მარხულობ? ვრინდავანში არავინ არ უნდა იმარხულოს. И Мадавендра Пури, он очень удивился, он подумал, откуда он знает, что я пощусь, чем я здесь вообще занимаюсь. მადავენდრა პური განსვირთებული დარჩა, საიდან იცის ამ ბიჭმა, რომ მე ესე იგი მარხულობ და საერთოდ საიდან იცის რამე ჩემს შესახებ. И он спросил: ты сам кто такой вообще? და კითხვა დაუსვა, შენ თვითონ ვინ ახარ? Мальчик сказал: да я просто пастушок, вот тут вот из одной, тут множество деревень, вот одной из деревни, просто там женщины видели днем, как ты тут обходишь Говардхан, и вот пришли, сказали, какой-то новый саньяси здесь. მე რაზეც უპასუხა ამ ბიჭმა, მე ერთ-ერთი აი აქ გარშემო სოფლები ვარ, იქიდან ერთ-ერთი სოფლიდან ვარ და ჩვენმა ქალებმა დაგინახეს დღეს როგორ გადიოდი პარიკრამას და თქვეს რომ ახალი სანიასი გამოჩნდაო. И вот они передали для тебя тут кувшин молока, вот возьми его, пожалуйста, выпей это молоко. და შენთვის გადმომცეს ეს დოქირძით და გამომართვი თუ შეიძლება და მიირთვი. А я потом вернусь и заберу это кувшин. მე კიდე მოგვიანებით დაუბრუნდები და ამ დოქს უკან გამოგართმევ. И он ушел. და ამ სიტყვებით წავიდა. И Мадавендра Пури выпил все это молоко и Мадавендра как его накрывает экстазом каким-то. მადავენდრა პური მთლიანად დალია ეს რძე და იგრძნო თუ როგორ ექსტაზში აგდებდა ეს სითხე. И он почувствовал необычайную привязанность к этому мальчику красивому. და ამ ლამაზ ბიჭის მიმართ უჩვეულო მიჯაჭვულობა იგრძნო. И он сел на дороге, повернулся в ту сторону, куда ушел этот мальчик, и начал его ждать. ჩამოჯდა გზაზე იმ მიმართულებით სახით, საითაც ეს ბიჭი წავიდა და მისი მოლოდინი დაიწყო მისი ლოდინი. И он так просидел всю ночь, смотря в одну сторону, и все время думал, когда же он вернется, когда же он придет обратно. ასე მთელი ღამე გაატარა ერთი მიმართულებით იყურებოდა და სულ იმაზე ფიქრობდა, როდისღა დაბრუნდება ეს ბიჭი, როდისღა დაბრუნდება. И под утро он заснул. დილისკენ კი ჩაეძინა. И во сне к нему пришел этот мальчик. ძილში კი ისევ ეს ბიჭი ეწვია. И он взял его за руку и повел его вдоль дороги у Говардхана.
ხელი ჩახკიდა მას და გოვარდხანის გასწვრივ გზას გაიყოლა. Он привел его в заросли, в кусты просто какие-то. ეს რაღაც ბუჩქებში შეიყვანა. И тут он решил раскрыть себя и сказать, что я на самом деле, я Кришна, я вот тот, кто поднял этот Говардхан. და აი ამ ადგილას გადაწყვიტა თავი გამოევლინა მისთვის და უთხრა, მე სინამდვილეში თავად კრიშნა ვარ, მე ის ვარ, ვინც ეს გოვარდხანის მთა აწია. И я лежу вот здесь, зарытый в этих зарослях в виде божества. და აი აქ, აი ამ ბუჩქებში ვარ დამარხული, როგორც აქ ვწევარ, როგორც ღვთაება. Мы знаем, что правнук Кришны, Махарадж Враджанабха, устанавливал божества по Вриндавану. ჩვენ ვიცით, რომ კრიშნას როგორ არის правнук ქართულად? კრიშნა იყო მისთვის შვილი არა, შვილთა შვილი თუ. კრიშნა დიდი ბაბუა იყო მისი, მაჰარაჯა რაჯანაბხა. ვიცით, რომ იგი ვრინდავანში ღვთაებებს ღვთაებებს აყენებდა. Он установил 4 девов: Говинда дева, Харидева, Баладева и Кешава дева. აი ეს 4 დევა დააყენა მან. Он установил 2 Гопалов: Сакши Гопала и Мадана Гопала. აი ეს 2 გოპალიც მან დააყენა. И установил 2 гопинатхов, 2 надхов, Шринатха и Гопинатха. და 2 ნათხიც დააყენა. И это был как раз Шринатх. და ეს ზუსტად შრინათი გახდათ, ვიზეც არის თხრობა. Также мы знаем, что 3 божества вот из этих всех установленных, 3 божества, это считаются главными божествами Вриндавана. აგრეთვე ისიც ვიცით, რომ ამ დაყენებული ღვთაებებიდან 3 ღვთაება ითვლება ვრინდავანის ძირითად ღვთაებებად. Я не буду их называть, вы их все знаете. ხარჩა მოთვლინათ სახელებს ყველა ვიცით მათ შესახებ. Ну, так или иначе, он проснулся после сна. და Мадавендра. მადავენდრა პური სამ დროს გამოეღვიძა თავისი ძილიდან. И еще скажу, что во сне Гопал ему сказал, что выкопай меня, мне тут жарко, я уже давно тут лежу, меня не кормили, мне то холодно, то жарко, уже достань меня отсюда. დამავიწყდა მეთქვა, რომ ძილში უფალმა მას უთხრა, რომ აი უკვე დიდი ხანია აქ წევარ, ხამცხელა, ხამცცივა, დიდი ხანია არ უჭმევიათ ჩემთვის და ამომთხარეთ თუ შეიძლებაო. Он лежал действительно там уже очень давно, потому что до этого времени 500 лет как совершались набеги мусульманами на это место, и их спрятали. და მართლაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ის მიწაში ჩაფლული, იმიტომ რომ 5 საუკუნის განმავლობაში უკვე ამ მიდამოებში სულ ხდებოდა ამ მიდამოებზე თავდასხმა და ღვთაებები დამალული ყავდათ. Вот. И когда он проснулся, Мадавендра Пури, он побежал по деревне, стучаться во все дома и говорит, там Гопал закапанный, давайте его скорее выкапывать, помогите мне. გაღვიძებისთანავე მადავენდრა პური გაქანდა სოფელში, დაიწყო ყოველ კარზე კაკუნი და ეძახდა ხალხს. სასწრაფოდ დამეხმარეთ, იქ გოპალია ჩაფლული და უნდა ამოვთხაროთ. Вот, отозвались какие-то мужчины из деревни, собралась какая-то группа, и они вот взяли там лопаты, какие-то топоры и пошли рубить там кусты, копать. ზოგიერთი მამაკაცი ბუნებრივია გამოეხმაურნენ ამ შეძახილს, შეიარაღდნენ ნიჩბებით, ცულებით და გახდნენ მადავენდრა პურის გოპალის ამოსათხრელად. И они прорубили такую дорогу в джунглях к этому месту, он указал им место, и они выкопали божество.
მათავენდაპური მიანიშნა იმ ადგილზე და მათ გზაც გაიკვალეს იქამდე და ამოთხარეს კიდევაც ეს ღვთაება. И вот это божество Шринатха, оно было очень тяжелое. Сразу несколько самых сильных мужчин из деревни, они еле его смогли вытащить. შრინათის ეს ღვთაება უაღრესად მძიმე აღმოჩნდა. რამოდენიმე ძლიერ მამაკაცსაც კი გაუჭირდა მისი ამოყვანა. Но Мадавендра Пури сказал, надо его вообще на Говардхан занести наверх, несите его наверх. მათავენდაპურიმ კი უთხრა, არა, ჩვენ თავად გოვართანზე უნდა ავიყვანოთ ისინი, აბა წაიღეთ земოთ. И они подняли его наверх и еще взяли две большие шилы камня Говардхана и сделали из них асану для божества. მათ აიყვანეს ეს ღვთაება გოვართანზე და კიდევ ორი უზარმაზარი შილაც გაიყოლეს თან და ამ შილებისგან გააკეთეს მისთვის ასანა. И Мадавендра Пури, он уже был в таком состоянии транса, он уже просто ему Господь говорил, что надо делать, и он это передавал уже другим преданным. მათავენდრა პური ამ დროისთვის ისეთ ტრანსში იმყოფებოდა, რომ თავად უფლის ისინი ესმოდა მითითებები თუ რა უნდა ეკეთებინათ და ამას გადასცემდა ამ თანასოფლელებს. И он сказал, теперь надо его омывать, и они начали носить воду из Говинда-Кунды наверх поднимать. მან თქვა, ეხლა ჩვენ უნდა გავმბანოთ ეს ღვთაება და დაიწყეს გოვინდა-კუნდიდან წყლის ამოტანა ზემოთ. И вот это целый день это все происходило, как они его выкапывали, поднимали, омывали. აი ამ ამოთხრას, აყვანას და განბანას მთელი დღე დასჭირდა. И на следующий день Мадавендра Пури сказал, теперь будем кормить. შემდეგ დღეს კი მათავენდაპურიმ გამოაცხადა, ეხლა უნდა ვყვებოთ ეს ღვთაება. И уже эта новость, она разошлась не только по этой деревне, а вообще по всему Враджу, пошло по всем деревням, по всем окрестностям, что все начали туда сносить еду. ამ დროისთვის ამ ამბავმა არა მხოლოდ ამ სოფლამდე მიაღწია, მაგრამ მთელი ვრაჯი მოიცვა. ყველამ შეიტყო ამ ღვთაების ამოყვანის ამბავი და დილისთვის უკვე ვრაჯის მაცხოვრებლები შეგროვდნენ იქ და ისინიც მიიტანეს, საჭმელიც მიიტანეს. Уже даже не только то, что вот есть, а даже запасы приносили, все, что вообще, все, что в доме было, все собирали Бриджабаси и все несли туда. არა მარტო საჭმელი მიქონდათ, არამედ თვით სურსათიც მიაყოლეს, რაც კი სახლში ქონდათ, ყველაფერი მოხვედეს და აქ მოიტანეს. До Мадхуры это дошла вся информация из Мадхуры, приехали богатые преданные, привезли и начали привозить, тоже съезжаться, и брахманы еще приехали, начали поклоняться, то есть там было большое собрание. ამ ამბავმა მათურამდესაც კი მიაღწია. მათურას მდიდარი მოსახლეობამაც მოაგროვა, რაღაც შესაწირიდან წამოიღო აქეთ და გარდა ამისა ბრაჰმანებაც შეიტყვეს ამ ამბის შესახებ და ისინიც შეგროვდნენ. И со временем там построился храм, и приехало несколько брахманов, пуджари, которых Мадавендра Пури передал им поклонение, сказал, как надо поклоняться божеству. და რა თქმა უნდა, რაღაცა დროის განმავლობაში აქ ტაძარიც ააგეს, რამოდენიმე ბრაჰმანი იქ სამუდამოდ ჩასახდა, მათ კიდე მათავენდრა პურიმ მიუნიშნა თუ როგორ უნდა ეწარმოებინათ ამ ღვთაების თაყვანისცემა და გადააბარა მათ ეს თაყვანისცემა. И так продолжалось 2 года примерно. ეს დაახლოებით 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. Ну вот в какой-то момент Шринатх захотел еще что-то большее получить от Мадавендры Пури. რაღაცა მომენტში შრინათმა მოისურვა მათავენდრა პურისგან უფრო მეტი რამის მიღება. Мы знаем, у нас так в жизни тоже происходит, мы начинаем делать какие-то первые шаги, и все там вокруг нас старшие вдохновлены, нас хвалят за это.
ჩვენც გვაქვს მსგავსი გამოცდილება ალბათ უმეტესობა ჩვენგანს რაღაცა პირველი ნაბიჯების გადადგმის დროს უფროსები ახტოვანებულები არიან ჩვენით, გვაქებენ. Гладят нас по голове, говорят, здорово, ты помыл кастрюлю. თავზე ხელს გვისვამენ, გვეუბნებიან რა მაგარია, ქვაბი გარეცხე. Но если мы так за 2 года все, что мы научились, это только мыть кастрюлю, то уже нас перестают гладить по голове. მაგრამ თუ ამ 2 წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ქვაბების რეცვა ვისწავლეთ, შეწყვეტენ თავზე ხელის გადასმას. И мой Гуру Махарадж тоже приводит такой пример, ჩემ გურუ მახარაჯსაც მოყავს მსგავსი მაგალითი. что маленький ребенок, когда рождается, и он начинает говорить «папупа, папупа», все так радуются, ура, он сказал «папупа». როდესაც პატარა ბავშვი იბადება და რაღაცა პერიოდის შემდეგ იწყებს პაპუპა, რაღაცა ხმების გამოცემას, ყველას უხარია, რომ აი როგორ თქვა ეს. Но если ему уже 20 лет, а он все еще говорит «папупа», никто уже не радуется. მაგრამ თუ 20 წელიწადს მიაღწია და ისევ იგივე პაპუპას იძახის, რა თქმა უნდა, აღარავის აღარ უხარია ეს. Так и здесь Господь захотел еще большего от своего преданного. აქაც მსგავსად უფრო მეტის მიღება მოისურვა თავისი ერთგულისგან. И однажды во сне он к нему пришел и сказал: «Слушай, мне все еще жарко». და ერთხელაც ეწვია მას სიზმარში და უთხრა: იცი, მე მაინც ძალიან ცხელა. Иди в Пури и принеси мне сандаловую пасту и камфору, которой ты будешь покрывать мое тело, и я буду остывать. გაემგზავრე პურიში და იქიდან ჩამომიტანე სანდალის პასტა და კამფორა, როგორ არის ქართულად დამავიწყდა და კამფორა, რომლითაც დაფარავ ჩემს სხეულს და ასე გავგრილდები. И надо понимать тогда, что эти земли были разделены на разные княжества, разные регионы. ისიც უნდა გავავითვალისწინოთ, რომ ეს მიწები იმ პერიოდისთვის დაფილი იყო სხვადასხვა რეგიონებად და სამეფოებად, სამთავროებად. И во многих из них правили мусульмане. მრავალ მათგანში ძალაუფლება მუსულმანებს ჰქონდათ დასაკუთრებული. Плюс на этих дорогах было много разных бандитов-разбойников, которые грабили. გარდა ამისა, ამ გზებზე უამრავი ბანდიტი არსებობდა, რომელებიც ქურდავდნენ იქ გამავალთ. И настоящий сандал, это дерево, это очень дорогой груз, дорогое дерево. და სანდალის ხე, სანდალის პასტა ეს ძალიან ძვირფასი ის იყო, რა ქვია, ხე იყო და ყველასთვის საინტერესო. Но Мадхавендра Пури все-таки принял это наставление, и, он, конечно же, пошел в это путешествие. თუმცა მადავენდრა პურიმ უკვე ყმანოთ მიიღო ეს გარიგება და წავიდა მის შესასრულებლად. И он пришел сначала в Бенгалию. ის ჯერ ბენგალიაში ჩავიდა. Он пришел в Шантипур. Это место, я думаю, преданные, кто был в Майпуре, они тоже бывали в этом месте Шантипур. იმ ადგილს შანტიპური ქვია, მე მგონი ერთგულები, ვინც მაიპურში ხართ ნამოგზაურები, თქვენს გაჩერებულ ხართ შანტიპურში, შეგიძლიათ. Это место явления Адвайта Ачарья. ეს ადვაიტა აჩარიას მოვლენების ადგილი გახლავთ. И там он встретился с Адвайта Ачарьей и инициировал его. იქ იგი შეხვდა ადვაიტა აჩარიას და ინიციაცია ჩაუტარა. Вообще, надо сказать, что у него много известных великих учеников у Мадхавендры Пури. ესიც არის აღსანიშნავი, რომ მადჰავენდრა პურის ბევრი ძალიან ცნობილი მოწაფე ყავს. Это и Адвайта Ачарья, и Ишвара Пури, и Рамананда Пури, и там много еще кого. აი ამ სამის გარდა კიდე ბევრი სხვასაც მისცა ინიციება. Вот. И дальше он уже напрямую отправился в Джаганатха-Пури. შემდეგ პირდაპირ ჯავაგანათჰა-პურისში გაემგზავრა. И вот как раз в этом же месте, где остановился Господь Гауранга со своими спутниками.
და ზუსტად იმ ადგილში, სადაც უფალი გოურანგა თავის თანამგზავრებთან ერთად იყო გაჩერებული, да, деревня Римуна, აი ამ სოფელ რემუნაში, там же и он остановился. ისიც იქვე გაჩერდა. И он пришел в этот храм, где поклонялись Гопинатху. იგი ეწვია იმ ტაძარს, სადაც გოპინათის თაყვანისცემა Он მიმდინარეობდა. там с Пуджари, Pardon, извините. познакомился там с местным Пуджари. იქ გაეცნო ადგილობრივ პუჯარის. Да. И Пуджари ему рассказал, что здесь мы предлагаем Гопинатху необычный сладкий рис. Такого вот во всей Индии нет такого сладкого риса, такого кира. Он у них назывался кшир. Только у нас такой есть. და ესე იგი აქ პუჯარი მოუთხრო, რომ აქ ჩვენს ღვთაებას საოცარ ტკბილ ბრინჯს, ანუ ქირს ვთავაზობთ. ეგეთი არსად არ არის არც ერთ სხვა ტაძრში. И вот во время арати мысль об этом сладком рисе не могла покинуть Мадавендра-пури. და არაწის განმსვლელობისას ამ ტკბილი ბრინჯის შესახებ ფიქრმა ვერაფრით ვერ დატოვა მადავენდრა-პურის გონება. Он думал, вот бы мне дали попробовать этого сладкого риса, я бы сразу понял, какие там специи, какой там состав, и потом бы, когда вернулся во врач, мог бы для своего Шринатха тоже готовить такое. ის ფიქრობდა, ნეტა გამასინჯონეს ტკბილი ბრინჯი, მაშინათვე მივხვდები რა სპეციები, ანუ რა ინგრედიენტებით არის გაკეთებული და უკან დაბრუნების შემდეგ აუცილებლად იგივეს გაუკეთებდი ჩემს შრინათს. И вдруг он себя поймал на мысли, как так, арати, а я здесь про просад думаю. და უცებ თავი დაიჭირა ამ ფიქრზე, რომ როგორ არატი მიმდინარეობს და მე კიდე რეებზე ვფიქრობ. И ему стало очень стыдно, и как только кончилась арати, он сразу вылетел из храма. და ძალიან შეცვალა ამ თავისი მდგომარეობის არატის დასრულებისთანავე ტყვიასავით გავარდა ტაძრიდან. И он побежал на рынок и спрятался под чьим-то торговым прилавком и просто лежал там, плакал, сокрушался. გაიქცა ბაზარში და ვიღაცის დახლის ქვეშ დაიმალა და იქ იწვა პიროდა. Но Господь на самом деле, Он знает сердце своего преданного, и Кришна понимал, что все эти мысли, они были не для того, чтобы он наслаждался, а потому что он хотел ему послужить. მაგრამ უფალი მშვენივრად იცნობს ყველა თავისი ერთგულის გულს და მან იცოდა, რომ ეს აზრები არ იყო მიმართული თვითკმაყოფისკენ, ის უფლის დაკმაყოფილებაზე ზრუნავდა. И этот Гопинатх пришел ночью к своему пуджаре во сне. და გოპინათხი ღამით სიზმარში თავის პუჯარის ეწვია. И сказал, сколько ты мне сегодня горшочков сладкого риса предложил? და კითხა, დაუსვა კითხვა, რამდენი ქოთანი წყვილი ბრინჯი შემომთავაზე დღესო? Пуджари ответил, ну, как обычно, 12. პუჯარი მოთხრა, როგორც ჩვეულებრივ, 12-ო. А обратно ты забрал сколько, спрашивает Господь. უხალმა შემდეგი კითხვა დაუსვა, უკან რამდენი წაიღეო? И Пуджари говорит, ну, наверное, тоже 12. პუჯარი მოკითხა, ალბათ 12-ო. И Кришна говорит, вот и не угадал, всего 11. კრიშნამ კი უპასუხა, ვერ გამოიცანი, მხოლოდ 11-ო. Один я спрятал у себя в одежде, я спрятал для своего преданного Мадавендры-пури. Иди, просыпайся и найди его, и дай его Мадавендре. ერთი ქოთანი მე თვითონ შევინახე ჩემს სამოსელშიო, ჩემი ერთგული მადავენდრა-პურისთვისო. აბა ეხლა წადი აიღე ეს ქოთანიო და მიუტანე ამ ჩემ ერთგულსო. Ну, конечно, Пуджари подскочил в это, представляете, как ему ночью его божество пришло. რა თქმა უნდა, ეს პუჯარი უმალ წამოფრინდა ფეხზე, ხო წარმოგიდგენიათ ღამით სიზმარში, რომ თქვენი ღვთაება გესტუმბოთ. Я не знаю, что бы было, если ко мне Нитай Годрумчандра пришли во сне и со мной бы поговорили. არც ვიცი მე რა დამემართებოდა ძილში ნიტაი გოდრუჩანდრა რომ მეწვიოთ და
დამელაპარაკონ. Ну, естественно, он побежал с криком там посреди ночи искать Мадавендра Пури. და რა თქმა უნდა, გავარდა შუაღამისას, აი ყვირილ-ყვირილით მადავენდრა პურის და ეძებდა ამ კაცს. Он нашел его как-то под этим прилавком и все ему рассказал. Რაღაცნაირად მიაღწია მას ამ დახლის ქვეშ და ყველაფერი მოუთხრა. Вместе они еще там долго лежали и плакали. ერთად იქ კიდე დიდი ხანი იწვნენ და ქვითინებდნენ. И он отдал ему этот рис, отдал ему этот горшочек. მან გადასცა ეს ქოთანი ტკბილი ბრინჯით И Мадавендра Пури, он съел весь этот рис. და მადავენდრა პური ემოციების ქვეშ მთელი ქოთანი შეჭამა. Он почувствовал необычайную любовь к Богу. და ამისგან ღმერთის საოცარი სიყვარული შეიგრძნო. И даже глиняный горшочек он разбил на маленькие кусочки. თავად ეს ქოთანიც წვრილ ნატეხებად დაამსვრია И носил их с собой, и по чуть-чуть еще съедал эту глину. და თან დაატარებდა და ნელ-ნელა ამ თიხასაც ჭამდა. Да, и это божество Гопинатха начали после этого называть Кшира Чора Гопинат, что переводится тот, кто украл рис. და ამ ღვთაებას მოგვიანებით ხშირა ჩორა გოპინათი დაარქვეს, ანუ ეს ნიშნავს ის, ვინც ბრინჯი მოიპარა. И он отправился дальше уже в Пури. შემდეგ თავისი გზა განაგრძო პურისკენ. В Пури тогда правили правители, которые были все преданные. იმ დროს პურიც მართავდნენ фактиურად ყველა ერთგული იყო, ვინც პურის მართავდა. И, конечно, ему сразу дали и много камфоры, и много, сандала. და რა თქმა უნდა, მაშინათვე უამრავი რაოდენობის ქაფურია, ხო, კამფარა ქართულად. მისცეს და უამრავი რაოდენობის სანდალი. И ему надо было с этим всем возвращаться назад. და ამით ყველაფრით დახუნძლუს უკან დაბრუნება სჭირდებოდა. И обратно он тоже шел через эту деревушку Ригуль. უკან გზაზე ზუსტად იგივე სოფელში გამოიარა. И он остался там на ночь. და იქ ღამის გათევება გადაწყვიტა. И к нему пришел его Шринатх из Вриндавана во сне. აქ ამ დროს სიზმარში თავისი შრინათი ეწვია. И сказал ему: все, хватит, баба, останавливайся здесь, не надо дальше никуда идти. და უთხრა, საკმარისია ბაბა, აქ უნდა გაჩერდე. მეტი არსაც წასვლა არ არის საჭირო. Мое тело Шринат, он сказал, мое тело Шринатха связано с этим божеством Гопинатха. და უთხრა, რომ ჩემი შრინათის სხეული ამ გოპინათის ღვთაებასთან კავშირშია. И все, что ты будешь предлагать ему, буду получать и я. და ყველაფერი, რასაც კი შენ მას შესთავაზებ, ყველაფერს მეც მივიღებ. И намажь его этой пастой сандаловой, и я тоже остыну. შემდგომ მიუთითა, მას წაუსვი ეს სანდალის პასტა და ის მეც გამაგრილებს. И он выполнил волю Кришны и остался в этой деревне. შესაბამისად, მან კრიშნას სურვილი შეასრულა და დარჩა ამ სოფელში. Вот такая история про Шрилу Мадавендру Пури. აი ესეთი ისტორია შრიმადავენდრა პურის შესახებ. И я обещал стих, который нам чуть больше раскроет природу этого преданного. და აგრეთვე შეგპირდით ერთი ლექსის წაკითხვას, რომელიც უფრო ფართოდ გაგვიხსნის ამ ერთგულის ბუნებას. Аидина Дайардра Надхахе, Мадхура Надха Кадава Локикьясе, Хридаям Тват Алока Катарам, Тайти Барьяматиким Кароми Ахам.
О всемилостивый Господь, о правитель Мадхуры, ო მოწყალეო უფალო, ო მათურას მბრძანებელო, когда же я снова увижусь с тобой? როდის შევძლებს შენს კიდევ ხილვას? Поскольку я не вижу тебя, сердце мое лишилось покоя. რადგან შენ ვერ გხედავ ჩემ გულში სიმშვიდე დაიკარგა. О возлюбленный, что мне теперь делать? ო ჩემო საყვარელო, რაღა უნდა ვქნა ახლა? И считается, что хоть его произнес Мадхавендра Пури этот стих, но его губами в это время говорила Шримати Радхарани. და ითვლება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ლექსი მადჰავენდრა პურიმ წარმოთქვა, მაგრამ მისი უჩებით ამ მომენტში თავად შრიმატი რადჰარანის საუბრობდა. И мы видим в этом стихе вот эту расу разлуки. და ზუსტად აი ამ ლექსში ჩანს განშორების ეს რასა. Тут Кришну называют повелителем Мадхуры, აქ კრიშნას მათურას მბრძანებელს უწოდებენ. потому что он ушел в Мадхуру, оставил гопи. იმიტომ რომ ის მათურასში გაემგზავრა და გოპები მიატოვა. И вот с этого великого преданного Мадхавендра Пури и начинается история нашей сампрадаи, вот эта раса разлуки. და ზუსტად აი ამ დიადიებულიდან მადჰავენდრა პურიდან იწყება ჩვენი სამპრადაიას ისტორია, რომელიც განშორების რასაში იმყოფება. Все, на сегодня это все. Харе Кришна, спасибо. დღეისთვის შესულეს არის, რაც მინდოდა მეთქვა, დიდი მადლობა. Если есть какие-то вопросы или дополнения, пожалуйста. კითხვები ან რაიმე კომენტარი ხომ არა გაქვთ შესება, ხომ არ გინდათ რამის დამატება? Огромное Супер. спасибо вам, Намали Гопал Прабху. Огромное за Ურმესი такое მადლობა. удивительное путешествие. ურმესი მადლობა მალიგოპალ პრაბჰუ ასეთი საოცარი მოგზაურობისთვის За такое сладкое утро. და ესეთი ტკბილი დილისთვის. Может, вы скажете, следующий представитель, кто будет в следующий раз? После вот. Или это все в секрете? იქნებ შემდეგი წარმომადგენელი ვიდი იქნება, ისიც გაგვიფრთხილოთ, თუ საიდუმლოდ გინდათ ამის შენახვა. На самом деле секрета нет, просто нет моего конкретного понимания, потому что есть несколько личностей, и я пока не знаю, кого бы я еще. არა, არანაირი საიდუმლო არ არის, რამოდენიმე პიროვნება არსებობს ესეთი გამორჩეული, უბრალოდ მე ჯერ არც ვიცი ვინ ავირჩიო და ვის მივაყო უფრო მეტი ყურადღება. Но я бы хотел у преданных попросить вот благословения, если вам нравится вот этот формат, что сквозь призму Шримад Бхагаватам я рассказываю истории про наших ачарьев, вот дайте, пожалуйста, мне благословение. მაგრამ გთხოვდით ერთგულებს დალოცვას იმისთვის, რომ თუ მოგწონთ, რომ აი ამ შრიმად ბჰაგავატამის კუთხით ცდილობ გადმოვცე ისტორიები ჩვენი აჩარიების შესახებ, იქნებ დამლოცოთ და გავაგრძელებ ამის კეთებას. Мила Шишнитай Годрум Чандра с вами. Харе Кришна. უფალი შრიში გოუნდრუ ჩადრას წყალობა თქვენთან არის. Харе Кришна. Харе Кришна. Харе Кришна. Огромное спасибо вам. ურმესი მადლობა. Спасибо всем. Все, Граншан Шримад Бхагаватам ки джай. Джай. Ананда Коти Вайшнава Вринда ки джай. 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 Ванамали Гопал Прабху ки джай. Шрила Прабхупада ки джай. Кришна Сварна Прабху, вы что-то хотели? Он исчез. Поклоны и спасибо. Харе Кришна. Харе Кришна. Спасибо огромное. Спасибо огромное.